ირანი გადადის ყველაფრის ან არაფრის გეგმაზე მას შემდეგ, რაც 180-მა პარლამენტარმა დაამტკიცა სისხლიანი შურისძიება დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ღია მუქარის მთავარ სამიზნედ აქცია. გაცხადება გაკეთდა მაშინ, როდესაც რეჟიმი ცდილობს თავიდან აიცილოს მოლაპარაკებების ჩაშლა და აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი გამოიყენოს ახალი ესკალაციის საწვავად. თეირანში გიგანტურ ბანერზე ტრამპი იყო გამოსახული კუბოში წარწერებით ჩვენ მოვკლავთ ტრამპს და სიკვდილი ტრამპს. ეს პროვოკაციული ბანერი განთავსდა პირდაპირ ისლამური რევოლუციის მოედანზე, ირანის დედაქალაქის ცენტრში. იმ დროს, როცა შეერთებული შტატების ძალები იწყებდნენ თავდასხმების ახალ ტალღას ჰორმუზის სრუტის კონტროლთან დაკავშირებულ სამხედრო პოზიციებზე, ტრამპმა უპასუხა უკან დახევის გარეშე. როდესაც ვადა კითხეს, მან განაცხადა, რომ ირანელებმა უკვე იციან რა უნდა გააკეთონ და გააფრთხილა, რომ მათთვის ჯობს სწორად მოიქცნენ. ბატონო, ირანს ვადას მისცემ, სანამ დაბომბვას დაიწყო. მე არ მეყვარს ვადების დაწესება, მაგრამ მათ უკვე ძალიან კარგად იციან. აციან სიტუაცია. ბატონო ვაიდარ, უკეთესია რომ ისინი კარგად მოიქცნენ, ბატონო პრეზიდენტი. რა თქმა უნდა. დალბია. ამავე დროს მან დაიმუქრა, რომ გააფართოებს დაბომბვებს ელექტროსადგურებსა და ხიდებზე, თუ თეირანი გააგრძელებს შეთანხმების უარყოფას. რეჟიმი ახლა გარედან სამხედრო ზეწოლას აწყდება, ხოლო შიგნით მძაფრი დაპირისპირებაა, სადაც პარლამენტარები შურისძიებას ითხოვენ და მთავრობის ზოგიერთი სექტორი კვლავ ცდილობს დიპლომატიური გამოსავლის შენარჩუნებას. განცხადებას ხელი მოაწერა 180-ზე მეტმა ასამბლეის წევრმა სულ 290-დან ისლამური საკონსულტაციო ასამბლეის პირველი პირისპირ სესიის დროს, რომელიც 4 თვეზე მეტი პაუზის შემდეგ ჩატარდა. პარლამენტარებმა მოითხოვეს, რომ ხელისუფლების ხელმძღვანელებმა ოფიციალური ზომები მიიღონ ალი ხამენეის შურისსაძიებლად, რომელიც 2026 წლის 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის თავდასხმაში დაიღუპა. მათ ასევე გააკრიტიკეს ვაშინგტონთან მოლაპარაკებები და განაცხადეს, რომ ორ მხარეს შორის არსებული პრობლემები მოლაპარაკების გზით ვერ მოგვარდება. წითელი დროშები, რომლებიც შურისძიების სიმბოლოდ გამოიყენება, პარლამენტის შენობაში აღმართეს. კიდევ ერთმა დოკუმენტმა, რომელიც პარლამენტარებმა წარადგინეს, მოითხოვა, რომ შეერთებულ შტატებთან დროებითი შეთანხმება დასრულებულად ჩაითვალოს. ჯგუფმა სწრაფად სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვა, რათა მოლაპარაკებები გამოიძიონ. პარლამენტის თავმჯდომარის მოჰამად ბაღერ ხალიბაფის, რომელიც ირანის მთავარი მომლაპარაკებელია ვაშინგტონთან, არ ყოფნამ თავად რეჟიმის შიგნით არსებული დაყოფა გამოავლინა. ეს განცხადება დამოუკიდებლად არ მოქმედებს, როგორც სასამართლო განაჩენი ან როგორც სამხედრო ბრძანება ტრამპის მკვლელობისთვის, მაგრამ ის მთავრობას ისეთ პოზიციაში აყენებს, სადაც მოლაპარაკება სისუსტედ აღიქმება. კამპანია ცდილობს მოსახლეობის მობილიზება შეინარჩუნოს, შიდა დაყოფები დამალოს და ვაშინგტონთან დაპირისპირება როგორც რელიგიური და ეროვნული ვალდებულება ისე წარმოაჩინოსოს. ახალმა უმაღლესმა ლიდერმა მოსტაბა ხამენეიმ ასევე აღუთქვა შურისძიება მამის სიკვდილისთვის. სახელმწიფო ტელევიზიით წაკითხულ გზავნილში მან განაცხადა, რომ შურისძიება ერის მოთხოვნაა და უნდა განხორციელდეს იმის მიუხედავად, ვიდავად ვინ იქნება ხელისუფლებაში. მოსტაბა საჯაროდ არ გამოჩენილა 28 თებერვლის თავდასხმის შემდეგ, როდესაც ისიც დაშავდა. მიუხედავად მისი არყოფნისა, მისმა განცხადებამ პოლიტიკური საფარი შეუქმნა პარლამენტის და რევოლუციური გვარდიის ყველაზე მკაცრ ფრთებს. ირანის ხელმძღვანელობა ცდილობს გამოიყენოს ალი ხამენეის სიკვდილი ერთიანობის აღსადგენად, შიდა κρიტიკის ჩასახშობად და იმისთვის, რომ მოლაპარაკეებმა არ მიიღონ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული პირობები. თუმცა ეს სტრატეგია თავად რეჟიმისთვისაც ზრდის საფრთხეს. რაც უფრო მეტად აქცევს თეირანი დონალდ ტრამპს პირად სამიზნედ, მით უფრო მეტ არგუმენტს აძლევს ამერიკის პრეზიდენტს, რომ გააფართოვოს შეტევა და ნებისმიერი ირანული უკანდახევა სამხედრო ძალის პირდაპირ შედეგად წარმოაჩინოს. ვაშინგტონმა დღის განმავლობაში განახორციელა შეტევები, რაც განსხვავდება წინა რაუნდებისგან, რომლებიც ძირითადად გამთენიისას ხდებოდა. მაგო. ვაუ, თუ ისინი ასე გააგრძელებენ, ერთ დათმას მიაკენებენ და მთლიანად გაანადგურებენ მათ. ვაი, გავარდნა. 15 ივლისის დილით შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ ახალი შეტევა დაიწყო ირანული პოზიციების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიყენებოდა კომერციული გემების დასაშინებლად ჰორმუზის სრუტეში.
ოპერაცია დაახლოებით 90 წუთი გაგრძელდა და დააზიანა სანაპირო თავდაცვის სისტემები, ფრთოსანი რაკეტების საწყობები და გაშვების წერტილები გრანდე-ტამბის კუნძულზე. შეტევა მოხდა 7 საათიან დაბომბვას, რომელიც სამშაბათს განხორციელდა, როდესაც ათეულობით სამხედრო ობიექტი დაიბომბა ირანის სანაპირო ზოლზე. რენგას კუნძულიც შეტევის რუკაზე მოხდა. ირანულმა სააგენტო მერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული ჭურვები მოხვდა პოზიციას კუნძულზე, რომელიც ქეშმთან და ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარეობს. ადგილობრივი ცნობებით ძლიერი აფეთქებები მოხდა ცენტრალურმა სარდლობამ დაადასტურა შეტევები გრანდე-ტამბის კუნძულზე, რომელიც იმავე სტრატეგიულ ზონაში მდებარეობს. ბომბდასხმების კონცენტრაცია მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ირანს ართმევს რადარებს, გამშვებ მოწყობილობებს, საწყობებსა და თავდაცვით სისტემებს, რომლებიც ზეწოლას ახდენენ ნავიგაციაზე. დონალდ ტრამპის თქმით, ენერგეტიკული ობიექტები საბოლოო ეტაპისთვის უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ შეტევა შესაძლოა უკვე მომდევნო კვირაში ამ ობიექტებზეც გავრცელდეს. ამერიკელმა მოლაპარაკეებმა თეირანს აცნობეს, რომ რეჟიმმა უნდა მიიღოს შეთანხმება. ირანის პასუხმა აჩვენა, რომ რეჟიმის შიგნით დაპირისპირება კვლავ გრძელდება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ახალი მოლაპარაკებების გეგმა არ არსებობს და რომ პრიორიტეტი იქნება თავდაცვა. ქალიბაფმა უფრო გააზრებული პოზიცია დაიკავა. მან ეს დაპირისპირება ეგზისტენციურ ომად მოიხსენია. განაცხადა, რომ ირანმა ბოლომდე უნდა გაუძლოს. მაგრამ აღიარა, რომ დიპლომატიის სრულად მიტოვება სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა. 180 პარლამენტარის ზეწოლა სწორედ ამ კარის დახურვას ცდილობს და მომლაპარაკებლებს უკან დახევის ნებისმიერ შესაძლებლობას ართმევს. დაძაბულობა ასევე გავრცელდა ერაყის ჩრდილოეთშიც. ირანელი ქურთი ოპოზიციისთან დაკავშირებული ადგილი ერბილის აღმოსავლეთით რაკეტით დაიბომბა. რევოლუციურმა გვარდიამ უკვე განახორციელა სხვა თავდასხმებიც რეგიონში განთავსებულ ირანელ ქურთულ ჯგუფებზე. მოი ელიდა! აჩვენე მუხლი, კარგი. მოდი გნახოთ, ა? მისია. თავდასხმა მოხდა იმ გარემოში, სადაც ირანელი ქურთების ჯგუფებს უკვე ჰქონდათ განხილული ამერიკულ ხელისუფლებასთან შესაძლო ოპერაცია რეჟიმის ძალების წინააღმდეგ. ამ ორგანიზაციებმა აშშ-ს სამხედრო და სადაზვერო მხარდაჭერას თხოვეს, რათა შესულიყვნენ ირანის ტერიტორიაზე და ზეწოლა მოეხდინათ უსაფრთხოების ძალებზე. საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელს უწყობს თეირანის შიშის ახსნას ადგილობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებული სახმელეთო კამპანიის წინაშე ამერიკული დიდი კონტინგენტის გარეშე. კუვეითმაც კვლავ განიცადა რაკეტებისა და დრონების წვიმა ირანის საპასუხო დარტყმის დროს. ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც 14 ივლისის საღამოს გამოქვეყნდა, კუვეითის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დააფიქსირეს და გაანადგურეს ბალისტიკური რაკეტა, 5 ფრთოსანი რაკეტა და 33 მტრული დრონი. ნამსხვრევები სხვადასხვა ადგილას ჩამოვარდა, რამაც მატერიალური ზიანი გამოიწვია და 4 კუვეითელი სამხედრო დაშავდა. ყველა მათგანს დახმარება გაეწია და ისინი სტაბილურ მდგომარეობაში იყვნენ. ეს თავდასხმა აჩვენებს, რომ რეჟიმი აფართოებს დაპირისპირებას იმ ქვეყნებზე, სადაც ამერიკული ძალებია განთავსებული. თეირანი ცდილობს შეტევა რეგიონისთვის უფრო ძვირი გახადოს და აიძულოს სპარსეთის ყურის ქვეყნების მთავრობები ზეწოლა მოახდინონ ტრამპზე. შედეგი შეიძლება საპირისპირო იყოს, რადგან უფრო მეტი თავდაცვითი ძალა მობილიზდება ირანული გაშვებების შესაჩერებლად. ირანის პარლამენტს სამხედრო გადაწყვეტილებებზე შეზღუდული გავლენა აქვს. რეალური ძალაუფლება რჩება სახელმწიფოს ხელმძღვანელობასა და რევოლუციურ გვარდიაში. მიუხედავად ამისა, 180-ზე მეტი პარლამენტარის უმრავლესობა ქმნის პოლიტიკურ ბლოკადას ნებისმიერი შეთანხმების ცდილობის წინააღმდეგ. მოლაპარაკეები, რომლებიც დათმობაზე წავლენ, შეიძლება დაადანაშაულონ უზენაესი ლიდერისა და რეჟიმის ყველაზე რადიკალური ფრთების მიერ დაპირებული შურისძიების მიტოვებაში. დონალდ ტრამპმა მომავალი კვირა დაასახელა როგორც ვადა უფრო მნიშვნელოვან სამიზნეებზე შესაძლო შეტევისათვის. თეირანმა გადაწყვიტა ამერიკის პრეზიდენტის მიმართ მუქარა ოფიციალურ პოლიტიკად ექცია.
ზუსტად მაშინ, როცა მათი სამხედრო სისტემები, სტრატეგიული კუნძულები და მომარაგების მარშრუტები იბომბება. დღე და ღამე. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ ეკრანზე მოცემული Pix-ის გასაღების საშუალებით. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ თქვენ ყოველთვის სიმართლით იყოთ ინფორმირებული. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.